ჯანსაღი დაბერების ცენტრები და შინ მოვლის სახლები, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ხანდაზმულებს ჰქონდეთ ღირსეული პირობები ცხოვრების გაგრძელებისა და იმ პერიოდის და ასაკისა, რომელიც ყველაზე უფრო მეტად საინტერესოა ალბათ და რაღაცა შეჯამების და მოგონებების საშუალებას გაძლევს და 2020 წლიდან ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით შემოვიდა საქართველოში ეს არაჩვეულებრივი ინიციატივა და ახლა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რას ნიშნავს მხარდამჭერის სახლები და ჯანსაღი დაბერების ცენტრები, სწორედ ია აივაზაშვილის სიუჟეტში და შემდეგ სტუმრებთან ერთად ამ თემაზე გავაგრძელოთ საუბარი. რაც ეს ხალხი გავიცანით და მოდიან და ძალიან ყურადღებით არიან, ყურადღებას გვაქცევენ. სხვა დღეების მსგავსად დღესაც თამარა ბებო შინმოვლის ჯგუფს ელოდება. ხანდაზმულ საკმაოდ რთული დაავადების მქონე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც სპეციალური მოვლა და მკურნალობა ესაჭიროება. თამარა ბებო ამბობს, რომ მეუღლეს გადაადგილების უნარი არ აქვს, ამიტომაც მისი დატოვება არ შეუძლია და ხშირად როგორც სამედიცინო, ისე საყოფაცხოვრებო პრობლემების წინაშე დგება. ამ დროს მისი დამხმარე ძალა და იმედიც მხოლოდ მხარდაჭერის სახლის პროფესიონალთა გუნდია. შინმოვლის ჯგუფის წარმომადგენლები მათ ოჯახს ჩვეულებისამებრ დღესაც სტუმრობენ და ყველა საჭიროების მოგვარებაში ეხმარებიან. ისე ჩემით მკურნალობდი ექიმთან ვერ წავიყვანი ერთ სიტყვით რომ იმაზე ზის და ამას სხვა პატრონიც უნდა რომ წაიყვანო, მაიყვანო ტრანსპორტი ხო უნდა. ექიმის გარდა მომლელიც ამყავს კომუნიკაციას ეწევა, მოვა, ელაპარაკება, ართობს რამე, როცა კაი ამინდი იყო, გარეთ გაყავდა, ასე ირნებდა. ეს შენი, ეს ვიცი ხელი. მას გაითიშება. შენი, ხო. მედი მაქვს მაგალითად ექთანი რომ მოდის, სამალი დამჭირდება ვეუბნები. მე თუ ვერ წავედი, შეუძლია რომ ჩამამიტანოს. ძალიან კმაყოფილი ვარ. აუცილებელია ეს პროექტი რომ გაძლიერდეს, კი არ შეაჩერონ გაძლიერდეს. თამარა ბებოს მსგავსად უკვე არაერთი ხანდაზმულის იმედი გახდა პროექტი მხარდაჭერის სახლი. მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისათვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში. მადლობა რომ ყოველთვის მოდიან და ყურადღებას მაქცევენ. ავსტრიული მოდელის პროექტი საქართველოში 2020 წლიდან ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით შემოვიდა და საქართველოში არსებულ რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ორი მიმართულებით ფუნქციონირებს. ჩამოყალიბდა მხარდაჭერის სახლები. მასში ჩართული სერტიფიცირებული გუნდი უფროსი თაობის წარმომადგენლებს შინმოვლის პროფესიონალურ მომსახურებას უწევენ. ამავე სახლების ბაზაზე კი ასევე ფუნქციონირებს ჯანსაღი დაბერების ცენტრები, სადაც ხანდაზმულები ყოველდღიურად იკრიბებიან. პროექტი დმანისში შემოვიდა 2021 წელს. დმანისელებს გავგიმართლა, რომ ამ პროექტმა ჩვენთან მოიკიდა ფეხი. თუმცა დასაწყისში გქონდა იმის რისკი, რომ დობას ნელად მოვიპოვებდით ხანდაზმულებში, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და დასაწყისში ყავდა მხოლოდ 9 ბენეფიციარი. დღეისათვის 24 ბენეფიციარია ჩართული შინმოვლაში. შინმოვლა ითვალისწინებს ხანდაზმულების როგორც სამედიცინო, ასევე საყოფაცხოვრებო სერვისების უზრუნველყოფას. შინმოვლას ახორციელებენ სერტიფიცირებული ექთნები, მომვლელები და მძღოლი ტექნიკოსები. გარდა სამედიცინო და საყოფაცხოვრებო სერვისებისა, შინმოვლის პროგრამა ხანდაზმულთა ტექნიკური საჭიროებების მოგვარებასაც ითვალისწინებს და გუნდში სპეციალურად გადამზადებული ტექნიკოსებიც ყავთ. ამ ეტაპზე ჯანსაღი დაბერების ცენტრები დმანისში, გორსა და დაბა კაზრეთში ფუნქციონირებს, ხოლო მხარდაჭერის სახლის შინმოვლის პროგრამა მხოლოდ გორსა და დმანისში მოქმედებს. მიუხედავად ამისა, რომ დიდი გამოცდილება მაქვს ექთნის, შინმოვლას სერვისის მოეთხოვა ბევრი გამოცდილება და გავიარე ტრენინგი. ძალიან ვიხარია, რომ ჩემ ბენეფიციარს ვახალისებ. პროექტის კოორდინატორების თქმით, ჩვენს ქვეყანაში უფროსი თაობის წარმომადგენლების კეთილდღეობისათვის მსგავსი პროგრამის არსებობა მნიშვნელოვანია. მთავარი მიზანი კი ამ პროექტის მდგრადობა. მაშინ, როდესაც დონორი ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსება დასრულდება, ეს საქმიანობა სახელმწიფომ ყველა მუნიციპალიტეტში გააგრძელოს, რომ საქართველოში მცხოვრები ხანდაზმული ადამიანები თავს მიტოვებულად არ გრძნობდნენ და თითოეულმა მათგანმა საზოგადოებაში ინტეგრირებულად და დამოუკიდებლად იგრძნოს თავი.
რეპორტაჟი, მაგრამ კიდევ გვაქვს აგროვილი შეკითხვები და ამიტომ სტუმრებთან ერთად უნდა გავაგზავნოთ საუბარი. წარვადგინოთ ჩვენი სტუმრები. მარინა ფოჩხუა გახლავთ მხარდაჭერის სახლის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ქალბატონო მარინა. ქალბატონი მედიეგი ბერიძე კი გახლავთ დმანისის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი. გამარჯობა. იცით ამ რეპორტაჟში კი ვნახეთ, მაგრამ უფრო მეტი დეტალით რომ აგვიხსნათ, რას ითვალისწინებს ზუსტად შინმოვლა და განსაკუთრებით არაცენტრალურ უბნებში, ხო ამ შემთხვევაში გორზე ვსაუბრობთ, დმანისზე ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი იყოს უფრო პერიფერიებში გადანაწილებული, ვიდრე თქვათ აქცენტირებული მხოლოდ დედაქალაქში. ამაზეც რომ ვისაუბროთ, გისმენთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. საქართველოში 2023 წლის 1 იანვრის მონაცემებით 3.760.000 ადამიანი ცხოვრობს, მათგან დაახლოებით 16% ხანდაზმულები წარმოადგენენ. ბევრი წლის წინ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ფიქრი ამ პროექტზე, მაშინ სიმართლე გითხრათ მეგონა, რომ საქართველოში, სადაც კულტი არის უფროსი თაობის, სადაც დიდ პატივს სცემენ უფროს თაობას, არ მეგონა თუ ამდენ პრობლემას დავაწყდებოდი და სამწუხაროდ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დავდექით. რა თქმა უნდა, ეს იყო კვლევების შედეგად დადგენილი და ამის საფუძველი იყო, რომ 2020 წელს დავიწყეთ ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი 4 არასამთავრობო ორგანიზაციის განხორციელებით. ერთ-ერთი იყო ავსტრიული ორგანიზაცია Hilfswerk International, ქართული ორგანიზაციებიდან ქალთა ასოციაცია თანხმობა, სოციალურ მუშაკთა ასოციაცია და ასევე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. Hilfswerk International არის ავსტრიული ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ერთ-ერთი წამყვანი როლი შინმოვლის განვითარებაში და დაფუძნებაში საერთოდ ავსტრიაში და ერთ-ერთი სერიოზული და ძლიერი მოდელი არის ხანდაზმული ადამიანებისთვის. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოგვერგო საქართველოს რეალობაზე ის შესაძლებლობები, რასაც გვთავაზობდა ეს პროექტი. პროექტი იყო 4 წლიანი და ითვალისწინებდა ძალიან ბევრი მიმართულებით აქტივობებს. შინმოვლა საერთოდ ეს არის სამედიცინო, საექთნო, სოციალური, მათ შორის საყოფაცხოვრებო საქმეებში ადამიანების დახმარება, ხანდაზმული ადამიანების დახმარება და არა მარტო ხანდაზმულების, რა თქმა უნდა, თავის სახლში. იმიტომ რომ ყველაზე კარგი სერვისი და ყველაზე კარგი დახმარება არის თავის ჩვეულ პირობებში დახმარება ადამიანისთვის. როდესაც მის სახლში იქეთ მიდის, თავის ჩვეულ გარემოში მიდის ადამიანების ჯგუფი, გუნდი, რომელიც იქვე აწვდის თავის გარემოში სერვისს. პაციენტი უნდა იყოს თუ უბრალოდ ადამიანი, რომელსაც დახმარება ჭირდება. იცით, პაციენტს არ ვუძახით ამას, იმიტომ რომ სიბერი გველოდება ყველას. არა, ეს არ არის მკურნალობა აუცილებლად, ეს არის რაც შორის ზრუნვა. მარტო არ იყოს ხელი გაუმართოს, თქვა რაღაცა მაღაზიაში გაეგზავნოს, სახლის დავაგება, ეს გძანდებით. ოღონდ ეს მოიცავს გაცილებით მეტ სერვისს, ვიდრე უბრალოდ წარმოდგენა გქონდა, ამიტომ ერთი მხრივ ექთნების შერჩევა დავიწყეთ თავის დროზე, რომელსაც ჰქონდა ძირითადად საექნო განათლება და შინმოვლის სერვისებზე არ იყვნენ გარწმუნებული და ამიტომ ავსტრიული მოდელის გადმოტანა დავიწყეთ პირველ რიგში ექთნების სწავლებით ავსტრიელი ტრენერების მიერ. მას მერე მათ გაიარეს ძალიან ბევრი ტრენინგი, როგორც დმანისში მოვამზადეთ გუნდი, ასევე გორში. ეს იყო ტრენინგები პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებაზე. ეხლა ხან ჰქონდა მაგალითად ვალიდაციური თერაპიის ტრენინგები, რაც ნიშნავს დემენციის მქონე ადამიანებთან კომუნიკაციას სხვა რაღაცეებთან ერთად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის გუნდი იყოს კვალიფიცირებული. საქართველოში არის მიღებული სამეზობლოების დახმარება, ხო, მეზობლების დახმარება, გადაუტანენ საჭრელს, მიეხმარებიან, მიხედავენ წლებას გაუზომენ რაღაც. ამიტომ ქალთა ასოციაციის მიერ კარგახანია გამოყენებულია ეს სამეზობლო დამხმარეებს ვუძახდით ჩვენ მათ და ეხლა ესენი უკვე გადამზადებულები არიან სახელმწიფო პროგრამის სტანდარტების შესაბამისად მოვლენებად. ქალბატონო მარინა, ეხლა ქალბატონო მეგისაც მინდა ვკითხო, მე დაახლოებით 20 წელია ვიცი ამ ადამიანების თავგადადებული ზრუნვა, რასაკეთებენ ისინი არასამთავრობო უწყებებით და რამდენად უხანგრძლივებენ და უბედნიერებენ ცხოვრებას მოხუცებსაც და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს. აი რა წილი აქვს და როგორ არის ჩართული უკვე სახელმწიფო აი ამ პროცესში? კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე ჩემს გამოსვლას დავიწყებ იმ დიდი სიხარულით და სიამაყით, რაც სწორედ ამ პროგრამამ, შინმოვლისა და ჯანსაღი დაბერების პროგრამამ დმანისის მუნიციპალიტეტი აღიარა ათეას მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია საუკეთესო მუნიციპალიტეტად.
რომელმაც განახორციელა საუკეთესო პროგრამა აქტივობა შინმოვლისა და ჯანსაღი დაბერების კუთხით. მე ცოტა ასე ვთქვათ წინა წლებს გადავხედავ, როგორ მოვედით დღემდე მუნიციპალიტეტი რა ნაბიჯები გადავდგით იმისათვის, რომ ეს პროგრამა განვეხორციელებინა ჩვენ. ავსტრიის განვითარების ორგანიზაცია Hilfswerk International და ქალთა ასოციაცია თანხმობა, როდესაც დაიწყეს მოკვლევა, სად უნდა გაეკეთებინათ საპილოტო პროექტი შინმოვლისა და ჯანსაღი დაბერების მიმართულებით. ჩვენ ასე ვთქვათ, ჩვენი ბრძოლისველი გავიარეთ და დმანისის მუნიციპალიტეტი მოხვდა ამ საპილოტო პროგრამაში, გაფორმდა მემორანდუმი და მემორანდუმის შესაბამისად შემდგომ დავიწყეთ იმ ეტაპობრივად იმ ნაბიჯების გადადგმა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი აქტიური სოციალური პროგრამა, რომელსაც ქვია შინმოვლისა და ჯანსაღი დაბერების პროგრამა. რა შეიცვალა დმანისელი მოხუცებისთვის? გეტყვით, დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ასე ვთქვათ, კომპლექსურად მუშაობს. ჯერ პირველ რიგში იყო აუცილებელი შენობა გადაგვეცა, რომელიც აღიჭრვა ევროსტანდარტების დონეზე. დღეს 22023 წელს შინმოვლის კუთხით 25 ბენეფიციარი იღებს ასეთ მომსახურებას, ხოლო ჯანსაღი დაბერების კუთხით 40 ბენეფიციარი იღებს მომსახურებას. აქვე ამ შენობაში ერთი ჭერის ქვეშ არის გაერთიანებული ორი ასე ვთქვათ, სიკეთის მკეთებელი ორგანიზაცია, მეორე არის IP-სათნოების სახლი, რომელიც თავის ბენეფიციარებს ამ სახლში გაწევრიანებულ ბენეფიციარებს უფასო სადილით უმასპინძლდება და ზუსტად ესეთი კომპლექსური მუშაობის პრინციპია, რომ ჩვენთან მხარდაჭერის სახლში ჯანსაღი დაბერების კუთხით მიმართულებით ბენეფიციარებს შეუძლიათ უკვე მიიღონ ეს მომსახურება და კიდევ ერთი ინოვაციური ნაბიჯი იყო ის, რომ ამ კუთხით უკვე ჩვენ შევძელით დაგვენერგა კიდევ ახალი სიახლე, ეს არის ბინაზე მიტანის სერვისი, როდესაც არ შეუძლია ბენეფიციარს აღნიშნული სერვისის მიღება ადგილზე და ბინაზე მიტანით ვახდენთ ამ პრობლემის მოგვარებას. მოკლედ ერთი სიახლეც მინდა ქალბატონო მარინა მე ვთქვა, აი თქვენი პირდაპირ ეთერის საშუალებით ორგანიზაცია სენი კავკასიის გარემოს დაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელი, რომელიც მუნიციპალიტეტში უკვე მრავალი წელია ახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტებს წყლის სანიტარია და ჰიგიენის მიმართულებით. გამოაცხადა გრანტი სოციალური მიმართულებით და წელს მხარდაჭერის სახლი ქალბატონი მარინას ხელმძღვანელობით და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით. ეს ერთ-ერთი პირობა აუცილებელი პირობაა, რომ ორივე ეს კომპლექსური არსებობა უნდა იყოს აუცილებელი 20 სამთავრობოსი. მოვიპოვეთ 20,000 ევროიანი გრანტი და კიდევ ვიტყვით ერთ ახალ ინოვაციურ სიტყვას, პირველად ვაჟღერებ დღეს იქნება ახალი სოციალური პროგრამა თაობათა შორის ტექნოლოგიური ხიდი. როდესაც ბავშვები შეძლებენ ახალ ტექნოლოგიებს დაეუფლონ სწავლებას კოდინგი ერქმება, ხოლო თავის მხრივ ისინი ხანდაზმული ასაკის მქონე ადამიანებს პლანშეტებით მომსახურებას სოციალურ ქსელებში თან დაეხმარება პროექტია და დარწმუნებულია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ხანდაზმული ელოდება და უკვე ბავშვებიც ელოდებიან თქვენს პროექტებს. ეს გამოცდილება გვაქვს ამ ჩვენს პირველ ფაზაში უკვე იყო, როდესაც ახალგაზრდები დავატრენინგეთ ჯანსაღი დაბერების მიმართულებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ მოდიან centrში და თავთავის სახლებში, სოფლებში ეს ახალგაზრდები მიდიან და იქ ადგილზე ხდება მათზე ზრუნვა. კი, იქ ასწავლიან მათ როგორ მოიხმარონ ტელეფონი ან როგორ მოიხმარონ ტაბლეტები. პრაქტიკაში ფანტასტიკური საქმეა, წარმატებებს გისურვებ, დარწმუნებული ვარ, რომ კიდე ძალიან ბევრს გავიგებთ თქვენი საქმიანობის შესახებ. ჩვენი გადაცემა ამით ამოიწურა. ნახვამდის გემშვიდობებით ყველამ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და გისურვებთ წარმატებებს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფომ დაიწყო პროგრამა შინმოვლის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, აუცილებელია მუნიციპალიტეტებისთვის ჩაერთონ და თავისი ფინანსებით. ასევე მე მოუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, შემოჭრილობების სახით მხარდაჭერის სახლი უნდა იცის ფეხზე. არა, უარს კი არ ვითხოვთ ამას და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს. და სულ გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ჩვენც დავბერდებით და ამიტომ ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, რადგან მაგალითი ჩვენმა შვილებმა აიღონ და მე მათი ზრუნვენ ჩვენზე და ამ კუთხით აი მართლა საოცარ მაგალითს იძლევით ქალბატონო მარინა მთელი თქვენი გუნდით და დარწმუნებული ვარ ამ გადაცემის მერე არაერთი ადამიანი გამოგეხმაურება. ნახვამდის